ირაკლი კობახიძემ დღეს კომენტარი გააკეთა სამების საკათედრო ტაძართან, სადაც მხოლოდ სახელისუფლებო მედია იყო, რადგან კრიტიკულ მედიას ინფორმაცია პრესსამსახურმა არ მოგვაწოდა, რომ ირაკლი კობახიძე და მისი თანაგუნდელები არა 9 აპრილის მემორიალთან მივიდოდნენ, არამედ სამების ტაძარში შევძლებდით ჩვენ მათ ჩაწერას და შესაბამისად კრიტიკული კითხვების დასმის გარეშე ის საუბრობს განცხადებაზე, რომელიც დღეს მთავრობის ვებგვერდზე გამოაქვეყნა 9 აპრილთან დაკავშირებით და განმარტების ნაცვლად შეიძლება ითქვას, რომ გამოსწორებასაც არ ეცადა ქართული ოცნების ლიდერი, რადგან ის ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ დიახაც სტოლობის ნიშანს სვამს დასავლეთსა და რუსეთს შორის. თუმცა უფრო მეტი თქვა, მან თქვა, რომ მეთოდები, რომელიც Deep State-ს აქვს მისი მტკიცებით, არის იგივე მეთოდები, რომლითაც მოქმედებდა საბჭოთა KGB და შესაბამისად ანალოგიურ მეთოდებს ახლა საქართველოს წინააღმდეგ ის ხედავს დასავლური, უფრო ზუსტად კი ევროპული სტრუქტურების მხრიდანაც. ფაქტობრივად გატოლება და გაიგივება ერთმანეთთან ირაკლი კობახიძემ არც უარყო და მიუხედავად იმისა, რომ მან კარგად გაიგო საზოგადოებას რამდენად მძაფრი რეაქცია ჰქონდა მის მიერ უცხოურ ძალად წარმოჩენის, რუსეთის უცხოურ ძალად წარმოჩენის შემდეგ, ის არ ცდილობს თავის მართლებას და პირიქით საზოგადოების ამ ნაწილის ბრაზზე უფრო მეტ საფუძველს აჩენს მათი გაბრაზების, რადგან ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ სწორი თქვა, რაც თქვა დღესაც იმეორებს გარე ძალებს და არ ახსენებს რუსეთს, რომელიც მთავარი შემოქმედი იყო 9 აპრილის სისხლიანი ღამისა. 26 წლის წინაც მოქმედებდა გარეძალა, სხვა გარეძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარეძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს. ზუსტადაც რომ მე ვსვავ ტოლობის ნიშანს. რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა KGB. მეთოდები არ შეცვლა საბჭოთა KGB-ს მეთოდებით მოქმედებს Deep State-ი და რაც ყველაზე დასანანია, ამაში ისიყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც. ჩვენ ისტორიკოსებს ვკითხეთ, რატომ გაუჭირდა დღეს ქართულ ოცნებას საბჭოთა არმიის ხსენება და რატომ იყენებს ტერმინს უცხოურ ძალას. თუმცა არ არის ეს ერთადერთი საკითხი და მიმართულება, რაც არის ნიშანდობლივი დღეს გაკეთებულ განცხადებებში, რადგან ირაკლი კობახიძის გარდა ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც 36 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებენ ისე, რომ რთული გასარჩევია ვის პასუხისმგებლობას ხედავენ და ვის ბრალეულობას 9 აპრილის მოვლენებში. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ასეთ დროს ქართულ ოცნებას უჭირს ხოლმე რუსეთის ხსენება და ეს არის გეგმაზომიერი ჩანაფიქრი, რომ საზოგადოების აღქმებში შეიცვალოს მტრის აღქმა, მოყრის აღქმა და შესაბამისად დაუკარგოს საფუძველი სიტყვებს თუ ტერმინებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იყენებენ რუსეთის შესახებ. და გარდა ამისა, ისტორიკოსები ასევე ამბობენ, რომ სავარაუდოდ ქართული ოცნება ნაკლებად ფიქრობდა ასეთი განცხადებების გაკეთების დროს საზოგადოების იმ დიდ ნაწილზე, რომელსაც ბუნებრივად აქვს ბრაზი ამ ტიპის პოზიციის გამო. ის ბოლშევიკებიც ვერ ახსენებდნენ რუსები არ ვთქვამთ მაშინაც, იმიტომ რომ ეს რაღაც საბჭოთა კავშირი იყო და ხალხსაც დიდენ როგორც საბჭოთა ადამიანებს. მათაც ეს სურს, რომ ჩვენ ესე ვაღიარებდეთ, რომ ამ სიცის ნაწილი ვართ და ასე ჩვენ არ დავუცმოთ, როგორც მაშინ იდგნენ, ნახოთ იმისთვის განონ ეს ადამიანები. ესენი არიან უცხოელი თვითონ ამ ქვეყნისთვის, ან მათთვის სამშობლო რუსეთია. ის არის საბჭოთა კავშირია. აი სიმღერა იყო, მე სხვა მისამართი არ მაქვს, მოიდომ სავეტსკი საიუზ. ზუსტად ეგ ხალხია დღეს მოსულები. იქითკენ მიყავართ, მას უსვენ მაინც იმ 9 აპრილს, როცა ადამიანები დაიღუპა. არ უნდა რომ ამან რო გამარჯვება მოიპოვეს ამ ბრძოლით, რომ მეორე 9 აპრილი აღნიშნონ, იმიტომ რომ მათ ხო სურთ, რომ მშვიდობა მიაჩნიათ, მონობა, მორჩილება, ეს არის მათთვის მთელი პროცესი. დებატის კომუნისტებიც რუსები იყვნენ, როგორც თვითონ არიან რუსები. მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარს ამ წუთში ატარებენ. რუსები არიან. ესაც უკვე ამბობენ, რომ ასეთივე უცხო ძალის გავლენის აგენტები დგანან ახლა აქ. ფაქტიურად აიგივებენ
ევროპას აიგივებენ რუსეთთან. თუმცა მეორე ამბავიც არის, რომ მათ უბრალოდ რუსეთის ხსენებაც კი არ უნდათ, რადგანაც უნდათ რომ გააქრონ რუსეთი როგორც აქტორი აი ამ ჩვენს ოკუპაციაში, აი ამ 9 აპრილის სისხლიან ღამეში. უნდათ 9 აპრილის აი სისხლიანი ღამეც უნდათ აქციონ ტრაგედიად. ეს ხალხი მსხვერპლად, მაგრამ ეს ხალხი არ არის მსხვერპლი, ეს ხალხი არის გმირი ხალხი, თავგანწირული ხალხი, რომლებიც არ დანებდნენ. ეს არ არის შემთხვევითი. ის რომ ქართულ ოცნებას რუსეთის ხსენება უჭირს ხოლმე, ეს არ არის სიახლე, თუმცა ამჯერად სიახლე არის ის, რომ 9 აპრილთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებაში ისინი და ირაკლი კობახიძე მას მოიხსენიებს როგორც უცხოურ ძალას, ისე როგორც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ ტერმინს იყენებს, როცა ახასიათებს ყველა კრიტიკოსს, ვინც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დასავლეთიდან არსებობს და ეწინააღმდეგება ქართული ოცნების პოლიტიკას და ასე აიგივებს დღეს უცხოური ძალის ტერმინის ქვეშ რუსეთსაც, მტერსაც, ქართული ოცნება და დასავლელ პარტნიორებსაც, თუმცა როგორც მოისმინეთ, ირაკლი კობახიძე არ ეცადა თავის მართლებას და ამბობს, რომ დიახ, ის ტოლობის ნიშანს სვამს. სიახლე წელს კიდევ ერთი არის ის, რომ დღეს ქართული ოცნების ლიდერები 9 აპრილის მემორიალთან რუსთაველის გამზირზე არ მოვიდნენ.